მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით თითოეულ თქვენგანს და მე ერთ-ერთი ჩემი აქტიური მაყურებლის თხოვნით მინდა გავაკეთე საჯარო გაშლა თემაზე, რამდენად ღრმა არის მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ. გავაკეთებ ორ ვარიანტად. ანუ რამდენად მნიშვნელოვანი ხართ მისთვის, რამდენად ღრმა არის მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ. გავაკეთებ ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი იქნება ამეთვისტო და მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი იყოს ლაბრადორიტი. უკაცრავად ცელქობს ლაბრადორიტი. ახლა წარმოიდგინეთ, თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ვისაც ვაკეთებთ გაშლას, კონკრეტულ გაშლას, დახუჭეთ თვალები და თვალების გახილის შემთხვევაში რომ გაახელთ თვალს, რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ, სწორედ ის იქნება თქვენი ვარიანტი. პირველი ამეთვისტო, მეორე ლაბრადორიტი. გადავდეთ მეორე ვარიანტი, მოგესალმებით პირველებო და ნახოთ. კარმულ ურთიერთობაში ვართ პირველებო. გაქვთ ურთიერთობა, სადაც ხანდახან პერიოდულად გაქვთ საოცარი მხიარულება, საოცარი ჰარმონია, საოცრად კარგად გრძნობთ ენერგეტიკულად თავს და ხანდახან მტვრისას, ხანდახან ყველაფერი თავდაყირად დგება. ასია, საკმაოდ დიდი მიჯაჭვულობა გაქვთ ორივე თქვენგანს ერთმანეთის მიმართ. ძალიან იზიდავთ ენერგეტიკულად ერთმანეთს და ხართ ისეთ ურთიერთობაში, სადაც ვერც ერთად ჩერდებით და ვერც ცალ-ცალკე ვერ ძლევთ. თუ გეცნოთ, ესე იგი ვაგრძელებთ ყურებას. ნახოთ თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის ფიქრები თქვენს მიმართ. მისი ფიქრები ემოციურად საკმაოდ ემოციურია ეს ადამიანი ახლა თქვენს მიმართ. მისი ფიქრები საკმაოდ ღრმა არის ახლა ამ წუთას. თითქოს ეს ადამიანი ფიქრობს, რომ გამარჯვებული ხართ. თუ თქვენ იკამათეთ ან რაღაც შელაპარაკება მოგივიდათ, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ გამარჯვებული ხართ თქვენ. მაგრამ თუ ერთად ხართ და კარგად ხართ, ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს, რომ საკმაოდ იღბლიანი ადამიანი ხართ, რომელსაც წარმატება მუდმივად თანსდევს, საკმაოდ მომხიბვლელი ქალბატონი ხართ, რომელსაც განვითარებული აქვს მებრძოლი სულისკვეთება და თავისი გამარჯვებისთვის მუდმივად მზადაა იბრძოლოს. რა გრძნობები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ? მეგობრებო, ეჭვიანობს ეს ადამიანი თქვენზე? რაღაც გაურკვეველია თქვენს შორის, მგონია რომ დაძაბული სიტუაციაა, ცოტა გაბრაზებულია,
მეგობრებო, აქ ხედავ, რომ კარმული ურთიერთობა კიდევ ერთხელ დამინდასტურა არკანებმა, შეიძლება ერთ-ერთ თქვენგანს ოჯახიც გქონდეთ და ქორწინებაშიც იმყოფებოდეთ და ამ ადამიანის გრძნობები ახლა ძალიან გაურკვეველია, თვითონაც ვერ ერკვევა თავის თავში, იმდენად ბრაზის ენერგიებშია ახლა და ამჟამად. რატომ არის ეს ადამიანი გაბრაზებული? გასაგებია ეჭვები, გაურკვეველი სიტუაცია. შეიძლება ასაკობრივი სხვაობაც გაქვთ მეგობრებო, ერთ-ერთი თქვენგანი 5-7 წლით და მეტით უფროსი იყოს მეორეზე, მაგრამ მოდი ვნახოთ მისი სიბრაზის მიზეზი რა არის. ეჭვიანობს მეგობრებო, თითქოს მას არ ემორჩილებით თქვენ როგორც ქალი და თუ თქვენ ქორწინებაში იმყოფებით და მეუღლე გყავთ, ეს ადამიანი ძალიან ეჭვიანობს და თუ არა, მაინც ეჭვიანობს ვინმე მამაკაცზე. და ფიქრობს, რომ თქვენ მის მიმართ ისეთი აღარ ხართ, როგორც ადრე, ფიქრობს, რომ თქვენგან იმას არ იღებს, რასაც იმსახურებს. ასე მგონია, ეს ადამიანი ეჭვიანობს სხვა ადამიანზე, მას გონია, რომ სხვას უნაწილებთ თქვენს რესურსს და ის ფიქრობს, რომ ერთადერთი მამაკაცი არ არის, ის ფიქრობს, რომ თქვენთვის ის ერთადერთი მამაკაცი არ არის. დაიძაბა ნამდვილად სიტუაცია. მოდი ვნახოთ. მთავარი კითხვა. რამდენად ღრმა არის მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ? ძალიან ენატრებით მეგობრებო, ენატრება საშილად თქვენთან გატარებული თითოეული წუთი და წამი და აი ამაზე მეც რას გვეტყვის ტარო, რომ თქვენ მისთვის შეუცვლელი, რესურსული, ნამდვილად ყველანაირად შემკული ქალური ღირსებით, აი ყველაფრით შემკული ნამდვილი იმპერატრიცა ხართ მისთვის და მისთვის ხართ შეუცვლელი პარტნიორი, რომელსაც მისთვის მოაქვს სიმშვიდე, სიმყარე და რაღაც მომენტში ოჯახურ ბედნიერებას აზიარებთ, როცა ერთად ხართ. მეგობრებო, მიუხედავად იმის, რომ აქ კარმულია ურთიერთობა და დასაწყისშივე აღვნიშნე მე ეს, მისთვის ნამდვილად ღრმა არის დამოკიდებულება თქვენს მიმართ და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქალი ხართ. მიუხედავად აი იმ სიბრაზეებისა, ეხლა ეს ადამიანი რასაც განიცდის და ცოტა დამძაბა ამ ადამიანის ენერგიებმა, იმიტომ რომ დაკვირდით მეგობრებო, წამოვიდა ინფორმაცია, რომ თითქოს ამ ადამიანს მთვარის ფაზებზე ეცვლება ხასიათი და თვითონვე ვარდება ძალიან გამოუვალ სიტუაციაში და მერე თქვენც გძაბავთ ძალიან და ურთიერთობაც შესაბამისად იძაბება. პირველებო, დაგიმშვიდობებით მე და გელოდებით თქვენ კომენტარებში, თქვენ იცით, რომ თითოეულ თქვენს კომენტარს თვალყურს ვადევნებ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვიგებ, რამდენად მნიშვნელოვანია ისე თუ ის გაშლა თქვენთვის და თან ამავე დროს არხს უწყობთ ხელს, რომ განვითარდეს და ველი თქვენს კომენტარებს. პირად კონსულტაციაზე კი შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე WhatsApp-ზე. აბა მეორეებო, მოგესალმებით. ლაბრადორიტი, ვინც არის? რჩიეთ ლაბრადორიტი. რაღაცას ელოდებით, გაჩერებულია სიტუაცია, იმედგაცრუებული ხართ, გულნატკენი ხართ, მოლოდინის რეჟიმში ხართ მეგობრებო. მეორეებო, თქვენ ხართ მოლოდინის რეჟიმში. რას ელოდებით?
რომ სიტუაცია შეიცვლება უკეთესობისკენ, რაღაც ისეთი მოხდება, რომ ჩაერევა სამყარო, ჩაერევა მაღალი ძალები და თქვენ მიიღებთ წარმატებას და ყველაფერი ისე შეიცვლება, რომ გამარჯვებული გამოხვალთ ამ თუ იმ სიტუაციიდან. მოდი ვნახოთ, რას ფიქრობს თქვენ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენზე. ის ფიქრობს, მეგობრებო, რომ რაღაც გადაწყვეტილება მიიღეთ ისეთი, რომ თქვენ აირჩიეთ თქვენი კომფორტი, აირჩიეთ თქვენი კარგად ყოფნა და ახლა თქვენ აი ამ რთულ არჩევანის გამო ნერვიულობთ და ღელავთ. რაღაც მომენტში ეგოისტად გთვლით ეს ადამიანი, რადგან საკუთარი ბედნიერება აირჩიეთ, საკუთარი კეთილდღეობა, მაგრამ ის ფიქრობს, რომ ამას ახლა უკვე თქვენ ნანობთ და განიცდით. რას გრძნობს ეს ადამიანი? ეს ადამიანი, მეგობრებო, ახლა წასულია აშკარად ურთიერთობიდან. მგონია, მეგობრებო, რომ ის კი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ შუაში, მაგრამ რაღაც მომენტში ბავშვურად მოგექცათ, ბავშვურად მოიქცა. შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება ვერ მიიღო მან და წავიდა, თითქოს რაღაც კითხვის ნიშნებიც კი დაგრჩათ, რატო წავიდა, რის გამო. გაურკვეველია თქვენთვის. თავის გრძნობებშიც რაღაც ბავშვივით იქცევა ეს ადამიანი. რას გრძნობს, დავაკონკრეტოთ ეს ადამიანი თქვენს მიმართ? ფიქრობს, რომ ყველაფერი დაინგრა თქვენ შორის, ყველაფერი რაც გაფუჭდა, ის ყველაფერი აი ისია, როგორც იყო და ვერ ხედავს გამოსავალს. ფიქრობს, რომ დაინგრა ის, რაც იყო, რაც უკვე მოძველებული იყო თქვენ შორის, რაც უკვე აღარ ექვემდებარებოდა აღდგენას და საკმაოდ რომ გითხრათ, რომ არ ნერვიულობსო, მოგატყუებთ. ღელავს ამის გამო ეს ადამიანი, ნამდვილად ღელავს. რას გრძნობს ეს ადამიანი? არსებულ ემოციებს არ გიმშყავნებთ, მეგობრებო, და რაღაც აი ჩაკეტილ სივრცეში არის დუმილის რეჟიმში. რამდენად ღრმა არის მისი დამოკიდებულება თქვენს მიმართ? ეს ადამიანი ფიქრობს, მეგობრებო, რომ აი ის პაუზა და კიდევ მიჩვენა, რომ პაუზა თქვენ შორის, რაც არის, სამართლიანათაც არის და ასეც უნდა ყოფილიყო და აქ კიდევ ერთი პაჟი მიდასტურებს იმას, რომ მის დამოკიდებულება თქვენს მიმართ არც თუ ისე ღრმა არის, რადგან ის რასაკისაც არ უნდა იყოს, მეგობრებო, ეს ადამიანი რაღაც ყმაწვილ ხანობას ვერ გასცდა და ისევ ბავშვურად ფიქრობს და ბავშვურად იქცევა, რაც ზრდასრულ მამაკაცს ნამდვილად არ შეეფერება. კიდევ ერთი არკანი ჩავეძები, რამდენად ღრმა არის მისი დამოკიდებულება. გაფრაზებულია, ოღონდ თვითონაც არ იცის რაზე და მიუხედავად აი ამ პაუზის, თქვენს თითოეულ ფოტოს, სოციალურ ქსელში, ნაბიჯებს, სტატუსებს დიდი მონდომებით ადევნებს თვალყურს, მაგრამ ეს დიდი ვერაფერი, იმიტომ რომ ისევ ბავშვურ პოზიციაშია, ისევ თვითონ იბუტება, ოღონდ რაზე თვითონაც უკაც
გავაცრავოთ, მაგრამ არიც. ეს იყო მეორე ვარიანტი, თქვენს დაგელოდებით დიდი სიყვარულით და დაგემშვიდობებით დროებით.